გადადგი ერთი ნაბიჯი შენ საქმეში და მეორე თვითონ გამოჩნდება. გადადგი ძალიან პატარა მცირე ნაბიჯი და დანარჩენი თვითონ გაიხსნება. გაიღვიძე დილით ძალიან კარგ ხასიათზე მოტივირებულმა და მთელი დღე ძალიან კარგად გაივლის. შეიძინე საუკეთესო პროფესიები და შენ შედგები როგორც საუკეთესო სპეციალისტი შენი საქმის. უამრავი ლამაზი სიტყვები და გამოთქმები არსებობს, რომელიც თავის თავში ატარებს უდიდეს შინაარსებს. მაგრამ ეს ლამაზი და ღრმა შინაარსობრივი გამონათქვამები შეიძლება დარჩეს უბრალოდ ლამაზ გამონათქვამებად, როდესაც ადამიანი უბრალოდ გაიგონებს და დაივიწყებს. მაგრამ ეს ლამაზი და ღრმა გამონათქვამები შეიძლება გახდეს ადამიანის ცხოვრების მატრანსფორმირებელი იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სიტყვებს გაიგონებს და შემდეგ მის ცხოვრებაში დაგეგმავს. მე ვარ ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ დავიწყე არა საქმიანობა, არამედ ლამაზი სიტყვების ჩემს ცხოვრებაში დანერგვა და ჩემი პიროვნების ტრანსფორმაცია. არ დამიწყია იმისთვის, რომ მე უბრალოდ მემუშავა და მქონდა პროფესია. საერთოდ არ ვაპირებდი, რომ მე ონლაინ პროფესია მექნებოდა. ეს მოვიდა შემდეგ უკვე გზადაგზა. მაგრამ მე დავიწყე ჩემი თავის ზრდა პიროვნულად. მივხვდი, რომ ოჯახმა გამზარდა. მისი მიდგომებით შემდეგ გავთხოვდი, იქაც დამხვდა საკუთარი წესები, საკუთარი მიდგომები, სკოლა დავამთავრეთ, სკოლის მეთოდებით, მიდგომებით, სამსახური ვიშოვე, იქაც მათი მეთოდები, მათი მიდგომებით, სადაც წავედი, საითაც მქონდა შეხება, ყველგან დამხვდა მათი წესები, მათი მიდგომები და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მე უბრალოდ პიროვნულად არ ვარსებობდი. ყველგან ყველაფერი ხდებოდა სხვა ადამიანების მიერ შექმნილი, მაგრამ არსად არაფერი არ მქონდა ჩემს ცხოვრებაში ჩემს მიერ შექმნილი. ეს იყო ფსკერი ყველაზე დაბლადასული ადამიანის აზრები, როდესაც ერთ დღეს მე ვთქვი, რომ ან უნდა დავდგე ფეხზე, ან უბრალოდ სულეთია ყველაფერი და გავაგრძელო ესე ცხოვრება. და ჩემნაირი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ფსკერზე არ რჩებიან და ვერც რჩებიან. ალბათ არ ვიცი, ღმერთმა ეს ჩადო ჩემში. მე გადავწყვიტე, რომ ფეხზე დამდგარიყავი და არა უბრალოდ დამდგარიყავი, გამხდარიყავი ძლიერი ადამიანი. გამხდარიყავი ის ადამიანი, რომელიც უკვე საკუთარი წესებით დადის ყველგან, სადაც მიდის. ვიგებ, ვისმენ რა არის მათი წესები და თუ ხვდები, რომ ჩემს წესებს და ჩემს მიდგომებს თანხმდაში ვერ მოდის რაღაცები, უბრალოდ ვტოვებ და ვუბრუნდები ჩემს თავს. სადაც მივდივარ, არ ვისმენ მხოლოდ მათ წესებს და მიდგომებს. მე მაქვს ჩემი წესები და უნდა მოვიდე ამ ადამიანებთან, ამ დაწესებულებთან, ყველასთან და ყველაფერთან თანხმდაში. თუ ამას ვერ ვახერხებ, მაშინ ვშორდები უბრალოდ. არასოდეს არავის გადაკეთებას არ ვიწყებ, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი გადავაკეთო, შევქმნა, გავზარდო, ავღზარდო ისე, როგორც უკვე გაზრდილ ადამიანს შეეფერება. კი, ყველა და ყველაფერი გაძლევს იმ ცოდნას, რაც გჭირდება რაღაც ეტაპამდე, მაგრამ ვერავინ ვერ გაძლევს იმ ცოდნას, რაც უკვე შენს ცხოვრებას მთავარ ღერძად უნდა მიყვებოდეს მთელი შენი ცხოვრება. შენ ადამიანმა შეიძლება მთელი შენი გეგმები, მთელი შენი ცხოვრება ერთ ადამიანზე, მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, ნებისმიერ შენს უსაყვარლეს ოჯახის წევრზე ააგო, დააშენო და უცბად მოხდეს ერთ დღესაც, რომ ეს ადამიანი შენ აღარ გყავს და ვისაც შენი თავი დააშენე და ვინც უნდა გყოლოდა მთელი ცხოვრება, ის აღარ გყავს.
ამიტომ შემდეგ იწყება შენი ჯოჯოხეთი. აღარ გყავს ადამიანი, ვისაც დააშენი შენი ცხოვრება. ამიტომ ერთადერთი სწორი მიდგომა ამ ცხოვრებაში, თუ გინდა რომ უბრალოდ ცხოვრება გაუსაძლისი არ გახდეს, არის ის, რომ შენს თავზე დააშენო ყველაფერი და შემდეგ უკვე სხვა ადამიანებისთვის იყო ის, ვინც ნამდვილად უნდა იყო და არა უბრალოდ მსხვერპლად შეწირული კრავივით. როდესაც გზადაგზა უკვე ხვდებოდი, რომ მე ამ ყველაფერში მჭირდებოდა პროფესიაც, მივიღე თანამედროვე პროფესიები და ამ პროფესიების ქონით მე უნდა გავზრდილიყავი როგორც კარგი სპეციალისტი ონლაინ სივრცეში. მაგრამ მაშინ, როდესაც გადმოვედი მე მხოლოდ ჩემი ცოდნით ონლაინ სივრცეში, აღმოჩნდა, რომ აქ დამხვდა მე სულ სხვა სისტემა, საერთოდ სხვა განმოვხვდი და მივხვდი, რომ ან უნდა გავჩერებულიყავი, ან უნდა გამეგო ის, რაც ძალიან კარგად მუშაობდა. იმიტომ რომ შევიძინე უამრავი გაყიდვების კურსი. მივხვდი, რომ თუ მე გაყიდვებს ვისწავლედი და გაყიდვებით მივუდგებოდი ონლაინ სივრცეს, შევდიოდი უბრალოდ ფასებით შეჯიბრში და კონკურენციაში, რაც ჩემთვის ცოტა მოსაწყენია და ცოტა ვფიქრობ, ადამიანი იკარგები, როდესაც ფასებით манипуляციას ახდენ. მაგრამ მინდოდა რაღაც სხვა. როდესაც ვიპოვეთ მე ჩემი მენტორი, მერი, რომელმაც არ ვიცი, სრულიად მთლიანი სქემა, რუკა, სტრატეგია, არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, ჩამიდო ხელში და მითხრა, შენ თუ გსურს გაიზრდები იქამდე სადამდეც გინდა, მაგრამ თუ გინდა და მოგინდება, შეგეძლია უბრალოდ თავი დაანებო ყველაფერს. მაგრამ მე ვიცი, რომ ამდენი არ მიწვალია იმისთვის, რომ თავი დავანებო, მე ვიწვალე ამდენი იმისთვის, რომ გავზრდილიყავი და რა თქმა უნდა, ფეხზე ყარად ვდგარიყავი. გამოვიდა, რომ მე მივიღე ის, რაც მჭირდებოდა და დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული, რამდენად გავიზრდები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჩემი გვერდის ლოგოც, ტრანსფორმაცია, ლოტუსი, ქალი, ეს არ არის შემთხვევითი ფოტო, ეს არის ჩემი ლოგო, ჩემი როგორც პიროვნების ტრანსფორმაცია, თქვენ იცით ლოტუსის ისტორიები და ასეთივე ტრანსფორმაცია გამოიარა ჩემმა გვერდმა, როდესაც დავიწყე სულ სხვა სტილით და ის გზადაგზა სულ სხვადასხვა სტილში ევლინებოდა ადამიანებს, ვინც თავიდანვე მომყვება იმ ადამიანებმა, ეს ძალიან კარგად იციან, თუ რამხელა და რამდენი ტრანსფორმაცია გამოიარა ჩემმა გვერდმა, იმიტომ რომ გზადაგზა, როდესაც ვეძებდი, გზადაგზა თან მეც ვიკარგებოდი. ამიტომ დღეს ყველაზე მეტად რაც მე მახარებს და მაბედნიერებს არის ის, რომ უკვე ვარ იმ წერტილში, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი რა გავაკეთო და ერთადერთი რაც არის ის, რომ მე შემიძლია ან გავჩერდე და დავყარო ყველაფერი და არ ვიცი დავანებო ყველაფერს თავი და არის მეორე ვარიანტი ის, რომ გავიზარდო იქამდე სადამდეც მინდა რომ გავიზარდო და რაც მთავარია დავდგე ძალიან კარგ პროფესიონალად. ამიტომ რა თქმა უნდა, არჩევანს არც კი ვაკეთებ და ჩემი არჩევანი ჩანს უკვე, რომ მე მინდა გავიზარდო და მინდა რომ დამოუკიდებელი ფეხზე მდგარი ადამიანი დავდგე, ის ვინც საკუთარ თავს ეყრდნობა და მხოლოდ ესე უწევს შვილებს დედობას, მეუღლეს მეუღლეობას და ნათესაობას და არა უბრალოდ მსხვერპლ შეწირული კრავივით, რომელიც ყველას ცდილობს მოერგოს და თვითონ საერთოდ აღარ არსებობს მის ცხოვრებაში. ამიტომ ზუსტად ვარ იმ წერტილში, როდესაც უფრო გასაგები გავხდები ჩემი გვერდის აუდიტორიისთვისაც და უფრო მეტად გაიგებენ ვინ ვარ და რა მინდა და რას ვაკეთებ საერთოდ, აქამდე ეს იყო ცოტა ტრანსფორმაციის პერიოდი და ცოტა მე თვითონაც ვერ ვიგებდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, თუმცა რა თქმა უნდა შეიცვლება ყველაფერი და უფრო მეტად გაიგებთ თუ ვინ ვარ, რა მინდა, რას ვაკეთებ და რატო უნდა მოხვიდეთ, რაც მთავარია ჩემთან. რაც მთავარია,
ზუსტად ვიცი, ჩემთან მოვლენ მომავალში ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ, საით მიდიან, რაღაცები სჭირდებათ და ის რაც სჭირდებათ მე უნდა მივცე. და აი ესეთი ჩვენი ერთობლივი მუშაობით ზუსტად იმ წერტილში უნდა მივიდნენ, რა წერტილშიც მე ვარ. და მე ჩემი ვიდეო დავიწყე საუბრით ლამაზი სიტყვებით, ლამაზი ფრაზებით, ლამაზი წინადადებებით, რომელიც წინადადებებიც რა თქმა უნდა მეც მქონდა გაგონილი და ძალიან მომწონდა, მაგრამ მომწონდა დასეპილებული შინაარსობრივით. მაგრამ დღეს მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ეს წინადადებები, ყველა ეს ლამაზი ფრაზები, რაც გადავიტანე ჩემს ცხოვრებაში და დავნერგე, კი, მე ვიცი ჩემთან მოსულ ადამიანს, სად შეიძლება ჩავარდნა დაემართოს და მე უნდა დავეხმარო. მე ვიცი გარდა ჩემი პროფესიისა, ჩემთან მოსულ ადამიანს, რა შეიძლება დასჭირდეს და ზუსტად იმ წერტილში კი მე ვიცი როგორ დავეხმარო. საიდან ვიცი? იმიტომ რომ მე თვითონ გავიარე ეს გზა და ვიცი, სად შეიძლება ადამიანს კონდეს ჩავარდნა და ზუსტ ადგილში ზუსტი დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას რატომ ვუსვამ ხაზს? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიან მხოლოდ მათი ცოდნიდან გამომდინარე და მათ ცხოვრებაში მე ვერ ვხედავ, რომ ისინი იგივეს აკეთებენ და მათ ვერ გადაიტანეს მათ ცხოვრებაში იგივე, იმიტომ რომ ეს არის რთული. მაგრამ მეორეა, როდესაც ვისმენ მე იმ ადამიანისგან, რომელმაც არა უბრალოდ ისწავლა, არა უბრალოდ გაიგონა და დაიზეპირა და დაზეპილებულ საუბრობს, არამედ გააკეთა, გამოვიდა და დღეს უკვე მზად არის სხვა ადამიანებს დაეხმაროს. და კი, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გავიარე, ჩემს თავზე გამოვცადე და დღეს უკვე მზად ვარ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სად მიდიან, თუმცა ჯერ არ იციან იქამდე როგორ უნდა მივიდნენ. ამიტომ მე ზუსტად ვიცი, რა ტიპის ადამიანები მოვლენ ჩემთან, ასაკს რო არ ექნება მნიშვნელობა, ესეც ვიცი, იმიტომ რომ ასაკიანი ადამიანებმაც დამანახეს მე თუ რამხელა შედეგებს დებენ, ამიტომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ვიტყვი, რომ ესა და ეს ასაკის ადამიანი ძალიან დიდ შედეგებს დადებს, მე ვიცი, რომ ყველა ასაკის ადამიანი დადებს უმაგრეს შედეგებს. მთავარი ერთადერთი რამეა, ადამიანს რამდენად უნდა. კი, ჩემთან უნდა მოვიდნენ ლიდერი ადამიანები, რომლებმაც იციან სად მიდიან, რისთვის მიდიან და მე ამ გზაზე უნდა დავეხმარო. მე ვერ დავეხმარებ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან რა უნდათ, მაგრამ უბრალოდ ჯადოსნური ჯოხი სჭირდებათ. მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, მე მაქვს ცოდნა, გამოცდილება, საშუალებითაც მე თქვენ შემიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ჩემთან ჯადოსნური ჯოხები არ მუშაობს. აბა წარმატებები ჩემო ძვირფასებო და დროებით.